რუსულ-ქართულ ურთიერთობების კონტექსტში და არა მარტო რუსეთსა და საქართველოს შორის, ასევე სომხეთსა, საქართველოსა და აზერბაიჯანსა და საქართველოს შორისაც და ეს ასევე უნდა დაწყებულიყო ამ ფაქტებთან დაკავშირებით მიმოხილვა. სამწუხაროდ ჩვენ მივიღეთ ის ფაქტი, რომ დღეს საქართველო არის პრაქტიკულად იზოლირებული იმ პროცესებისაგან, რასაც რეგიონალური მოთამაშის როგორც ლიდერის ფუნქციის წინ წარმოჩენა ქვია. მე ძალიან გული მტკივა, როდესაც ამას ვამბობ, მაგრამ ეს ფაქტია და ეს ყველაფერი დღეს აი გაცვეთილი ფრაზაა, ასეც უნიათო და არ მიყვარს ამის გამოყენება, იმიტომ რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში სწორედ ნაციონალური მოძრაობის ბრენდირებული სიტყვა გახდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი კეთდება შეგნებულად. მე ვერ დავიჯერებ, ნამდვილად არ მინდა მჯეროდეს, იმიტომ რომ ძალიან მაღალი შეხედულების ვარ ჩემს ერზე, ჩემს საზოგადოებაზე ზოგადად, რომ მათ შორის ქართული ოცნების შემადგენლობაში ვერ მოიძებნენ ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ ჯანსაღი საგარეო პოლიტიკის წარმართვა და ამ წარმართული პოლიტიკის ფარგლებში მონაწილეობის მიღება. და თუ ასეთი ადამიანები მართლა არ არსებობენ ქართული ოცნების პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში, მაშინ ჩვენ შევახსენებთ, რომ ჩვენი ლიდერი ქალტო ნინო ბურჯანაძე არის მართლაც აღჭურვილი იმ განსაკუთრებული რესურსებით, რომელიც პირველ რიგში საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობების კონტექსტში მის მიმართ მოწიწებას და პატივისცემას აჩენს ჩვენ თანამეგობრობის, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ გუნდებს შორის. ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში გახდათ ვიცე-პრეზიდენტი ეუთუს საპარლამენტო ასამბლეისა. ეს არის ადამიანი, რომელსაც უსმენენ ყველგან, სადაც კი ის ჩადეს. ეს არის შეერთებული შტატები, ეს არის ევროკავშირი, თუ ეს არის რუსეთის ფედერაცია, სადაც ბოლო დროს განხორციელებული ვიზიტები ქალტო ნინო ბურჯანაძესა თავისი მნიშვნელობით იმაზე უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია ზოგადად გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ოცნება არად დაგვიდევს, ასე ვთქვათ, ჩვენ შემოთავაზებას იმასთან დაკავშირებით, რომ გავაცნოთ ის ხედვები, რომელსაც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობა წარმოუდგენს ჩვენს სახელმწიფოს. სამწუხაროა, რომ რეალობა მოიტანა ესეთი გარემოება, რომ ოპოზიციის ლიდერი უშუალოდ არის ჩართული ამ კომუნიკაციაში და მას სურს განახორციელოს ხიდის ფუნქცია, ხიდის როლი, აი ამ ჩატეხილი ხიდისა, რომლის აღდგენასაც უბრალოდ ხელოვნური მიზეზებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, მომავალი ახლო პერსპექტივაში არ უწერია და რა პასუხისმგებლობაც სამწუხაროდ ქართულ ოცნებას პირდაპირ უნდა ვთქვათ, აკისრია. ჩემი ამოცანა არ არის ჩასაფრებულის პოზიციიდან ქართული ოცნების ლანძღვა. ნამდვილად არ არის. ბევრი ჩემი მეგობარია აქ ამ კოალიციაში და პიროვნულად მე ამ ადამიანებს პატივცემ, თუმცა არ მესმის მათი პოლიტიკური პოზიცია, როდესაც ჩვენ მოუწოდებთ მათ სამართლებრივი საკითხების მოგვარებისკენ, მაგალითად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობისკენ, რაც კანონით არის გათვალისწინებული და თქვენ იცით, რომ ჩემი კანდიდატურა 1 წელია ძევს საქართველოს პარლამენტის ბიუროში განსახილველად, მაგრამ ის კენჭისყრაზე არ გამოვაქვთ, უბრალოდ მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ 2016 წლის არჩევნები ჩაატაროს ძველი საარჩევნო სისტემა. ამაზეც დავიღალეთ საუბრით, არა, რამდენი ხანია უკვე საუბრობთ ამაზე, მაგრამ აქ უკვე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად არის სამართლებრივი ტიპის საკითხები, რომელზე პასუხის არ გაცემა ისეთი მაღალკვალიფიციური იურისტისთვის, როგორც გახლავთ დავით უსუფაშვილი, ჩემი აზრით არის სირცხვილი, უბრალოდ. და ეს მას არ ეკადრება. რომ ჩვენ უკვე მერვე ბრიფინგს უძღვნით იმ საკითხს, რომ გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლის მიმართ კენჭისყრის კანონით გათვალისწინებული პროცედურები იქნეს დაცული. და ჩვენთან ერთად სხვა პოლიტიკური პარტიებისა და ჩვენი კოლეგებიც ანალოგიურ დღეში არიან. და როდესაც აი ესეთ ბანალურ საკითხებზე გვიწევს უკვე მერამდენედ მსჯელობა, ბუნებრივია კითხვა ისმის, საერთოდ ცხოვრობთ კი ჩვენ იმ სახელმწიფოში, რომლის ხელისუფლებას პრეტენზია აქვს, რომ მისი სახელმწიფო იყოს სამართლებრივი. აი უკვე აქამდე მივედით საქმე და მართლაც სამართლებრივი და პოლიტიკური აბსურდის ხანაში გადმოვინაცვლეთ დღევანდელ დღეს და მე ძალიან მწუხვარ, რომ აი ეს ყველაფერი ხელს აძლევს წინა სისხლიან რეჟიმს, რომ ილუზია მაინც შეუქმნას თავის მხარდამჭერებს საკუთარი პოლიტიკური ძალის რეინკარნაციისა და გამოცოცხლებისა. რაშიც მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ ქართული ოცნების მონაწილეობის გარეშე არ მიმდინარეობს პროცესები. და რეალურად ეს კოაბიტირებული ძალები ცდილობენ, რომ პლუსისა და მინუსის, არჩევანისა და არადანის პრინციპით მართონ ორპარტიულ რეჟიმში ქვეყანა და რეალური ოპოზიცია, რეალური პროქართული, პროეროვნული ძალები დატოვონ თამაშგარე მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, ეს არის დასავლეთში ოკეანის გაღმა ჩაფიქრებული სცენარი, ვინაიდან ჩვენი პოლიტიკა დღევანდელი ხელისუფლების არის თავისი არსით მარიონეტული,
ხოლო მართლობა არის კოლონიალისტური, სახელმწიფოს მართვის სადავეებთან მდგომი ადამიანები დღეს უფრო მეტად გვანან ჟანდარმებს და პოლიციელებს, რომლებიც აღასრულებენ სხვის ნებას, ვიდრე საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული პოლიტიკოსები, რომლებიც რეალურად უნდა ზრუნავდნენ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე და განვითარებას. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დასკვნის გაკეთება მიწევს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან 3 წლის თავზე და კიდევ ერთხელ შევახსენებ ხელისუფლებას, რომ მათ მოსვლაში პირადად მეც მაქვს გარკვეული წვლილი შეტანილი დასავლეთ საქართველოსა თუ აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში პროპაგანდისტული მისიით მოძრაობის დროს. სამწუხაროა, მაგრამ ჩემი წელი პასუხისმგებლობაც არის აქ. და მედიასთან ურთიერთობასაც შევეხოთ. დიახ, მედიასთან ურთიერთობის კუთხით საკითხი არის ძალიან ფაქიზად შესაფასებელი, როცა თემა ეხება მედიას, ბუნებრივია, არ შეიძლება ასე ვთქვათ გაუაზრებელი განცხადებების გაკეთება, მაგრამ თუ საკითხი ეხება რუსთავი 2-ს, კონკრეტულად აი ამ სეგმენტს, მე მიმაჩნია, რომ რუსთავი 2 გახლავთ ნაციონალური მოძრაობის ოპერატიულ-ტაქტიკური დანამატი, ოპერატიულ-ტექნიკური დანამატი უფრო სწორად, რომელიც მთელი ხნის განმავლობაში იყო აქტორი პოლიტიკური პროცესებისა და არა მხოლოდ მედია საშუალება, რომელიც თქვათ სამაუწყებლო კომპანიის დონეზე სიახლეებს აშუქებდა. ეს იყო კარგად ორგანიზებული ჯგუფი, მედია ჯგუფი, ბუნებრივია, რომელიც უშუალოდ იყო პოლიტიკური აქტორი, პოლიტიკურად ჩართული და გააქტიურებული ნაციონალური მოძრაობის როგორც დანამატი და ბუნებრივია ის ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ თავისი რესურსი გამოიყენოს პოლიტიკური პროცესის წარსამართავად ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ და ის აჟიოტაჟი, რომელიც ატეხილი არის რუსთავი 2-ის გარშემო, მე მიმაჩნია ზედმეტად გაზვიადებულად, ასე ვთქვათ, მარტივად რომ ვთქვათ, ვინაიდან თუ ფორმალურად შევხედავთ ამ საკითხს, საკითხი ეხება კონკრეტული ძირითადი სარჩელის ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ არის ინტელექტუალური კუთვნილების და ინტელექტუალური საკუთრების მოთხოვნის სამართლებრივი საგანი, აი ამ საკითხებს ეხება და როდესაც არის ძირითადი სარჩელი, სარჩელს მოყვება აუცილებლად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ანგარიშებიც კი იქნეს დაყადაღებული ამა თუ იმ ორგანიზაციის და რამდენად ჩემთვის ცნობილია, პარტნიორი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები კი არ არის დაყადაღებული, არამედ მათი წილებია უბრალოდ დაყადაღებული სარჩელის ძირითადი სარჩელის განხილვამდე. შესაბამისად, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ალბათ ამ სამართლებრივ საკითხებში ვერ ერკვევა და ბუნებრივია ეს პოლიტიკური ანგაჟირებული ფონი ქმნის განწყობას, რომ არ იქა და რუსთავი 2-ს ჩაგრავენ, რუსთავი 2-ს უყადაღებენ ყველაფერს, არ აძლევენ განძრების საშუალებას, არ აძლევენ თქვათ მაუწყებლობის საშუალებას და ასე შემდეგ და ეს ასე არ არის, ნამდვილად ასე არ არის. და მე დღეს მოვისმინე თქვათ სხვათა შორის თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განცხადება, რომელშიც ნათლად იყო გაწერილი და სწორად იყო გაწერილი ის ფაქტი, რომ სარჩელის ძირითადი სარჩელის განხილვის პროცესში, მათ შორის აკრედიტირებული კორპუსის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საშუალება ეძლევა დაესწრონ პროცესებს და თავისი თვალით მოახდინონ და საკუთარი ასე ვთქვათ შესაძლებლობებით განახორციელონ მონიტორინგი ამ პროცესებზე. რაც შეეხება დახურული თოქ-შოუების თემას, ამ თოქ-შოუებთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება მაქვს. ფორმალური საკითხია ის, რომ თქვათ, კერძო სამაუწყებლო კომპანიების ფარგლებში მოხდა ამ თოქ-შოუების დახურვა და ბუნებრივია, თუ ვინმეს მიმართ უნდა იყოს ფორმალური საფუძვლები პრეტენზიისა, უნდა იყოს ამ მფლობელების მიმართ. თუ კი მრავალმილიონიანი იყო შემოსავალი წლის განმავლობაში ამ თოქ-შოუებისგან, მაშინ რატომ ხურავენ ისინი ამ თოქ-შოუებს? მაგრამ მეორეს მხრივ, თუ კი საკითხი პოლიტიკურ ჩარჩოშია, ჭრილშია უბრალოდ განსახილველი, ისიც უნდა კარგად გავიხსენოთ, რომ არ მინდა ხა გვარების და სახელების დასახელება კონკრეტული ჟურნალისტების, საზოგადოების კარგად ცნობილების, თუმცა ყველა კარგად მიმიხვდება, რომ ძალიან ბევრი თოქ-შოუ ემსახურებოდა ნაციონალური მოძრაობის გაძლიერებას და შემდგომში მის, ასე ვთქვათ, გაცოცხლებას. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებითად შეიცვალა გარემოება და გარემო პოლიტიკური, ბევრი თოქ-შოუ სწორედაც რომ მიმართული იყო ნაციონალური მოძრაობის რეინკარნაციისკენ და მე როგორც ამ თოქ-შოუების მონაწილეს არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, რომ ხშირ შემთხვევაში ანატომია ისე იყო მოწყობილი ამ თოქ-შოუსი, რომ ჩემი ქრონომეტრაჟი დროის რო იყო თქვა 6 წუთი და 7 წუთი, ჩართული მიკროფონების ფონზე მე იმ 6-7 წუთის განმავლობაშიც კი არ შემეძლო ჩემი პოზიციის გამოხატვა და ისე ხდებოდა გადაფარვა ჩემი ხმის სხვადასხვა მოწვეული წინასწარ დამუშავებული პირების მიერ, რომლებსაც კონკრეტული მესიჯები ჰქონდათ, მათ შორის შეურაცხმყოფელი, მოდით პირდაპირ ვთქვათ, მლანძღავი იმისთვის, რომ ამას რეაქცია მოყოლოდა და ეს კი არ იყო, რომ ვთქვათ, პოლიტიკურ დებატში
და ნებათა ღელვაში გამოხატულიყო ჭეშმარიტება არა, ეს იყო პიროვნული დაპირისპირების იაფფასიანი შოუ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, რომელსაც არავითარი შედეგი არ მოყვებოდა ხოლმე და ასეთი ток-შოუების არსებობა ნამდვილად უნდა იდგეს, მე თუ მკითხავთ, მორალურ ჭრილში თუ შევხედავთ კითხვის ნიშნის ქვეშ და მიუხედავად ეს არის მორალური კატეგორია შეფასების და ამას სამართლებრივთან კავშირი არ აქვს, მაგრამ მე როგორც რიგითი მოქალაქე ამ შემთხვევაში ვისურვებდი, რომ მომავალში ამ ტიპის ток-შოუები აღარ ყოფილიყო საქართველოში და ყოფილიყო შემეცნებითი, ანალიტიკური და რეალურად შედეგზე ორიენტირებული.